ჰაი, დილამშვიდობის მეგობრებო. ხედავთ რა სწრაფი, დაუნდობელი. იმდენ აზეცრაბად კეთდებოდეს ყველაფერი, როგორც ახლა შეგვიძლია მონტაჟის დროს ჰოპ, ყველაფერი გავაკეთოთ. როგორ ხართ მეგობრებო, რა შვებით, ხო ხართ კარგად? მე რა ვიცი, ვარ. ამ სიცხეში ჩემთვის სიცხე ცოტა ისეთი ამბავია. აი როგორი ამბავი იცი, არ მინდა, თუ მინდა სიცხე, მინდა ზღვაზე. იმიტომ რომ არც თეთრი ვარ, თეთრწითელა ვარ რაღაცა და რაღაცა გაუგებარი ფერი მადევს კანზე ცალკე, სახეზე ცალკე და თან მე საერთოდ ზოგადად მზემალი მეკიდება ძალიან და მადლობა ღმერთს რომ ისეთი ბზისდამცავი მაქვს ახლა რომ მიცავს, თუმცა ეს გულმკეტი მაინც რაღაცა არ ვიცი, ერთხელ რომ შემეწითლდა გონზე ვეღარ მოვიყვანე, ასე რომ ვთქვათ რა. ხო და რა ვიცი, იმედი მაქვს რომ ცოტა აზრზე მოვა. არ ვიცი, ეს კანი რა ეშველება მკანს ვერ გეტყვით. ძალიან მალე ვიწვევი ზოგადად მზეზე. აი, უკიდურესად მალე ვიწვევი მზეზე, რაც ვიბრძვი ხოლმე ზღვაზე რო ვარ და ის სულ სასწაული მას ვყიდულობ ამის 100%-იან დაცვას. რომ რას ვიზავთ, რომ ვიწვევი მე დისკომფორტი რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი. ხო, ვემზადები სამსახურს წასასვლელად, როგორც ხედავთ, არის 8-5 წუთი თუ აქედან სწორად ვხედავ 10 წუთი. ეს კი ჩემი დილის საუბრი. ახლა ხას მოვედი, სანამ წყალი გადავივლე, სანამ კვერცხი შევწვი, 8-ს უკლია 5-8-ზე უნდა მივიღო 8 საათზე უნდა დავიწყო კვება და ახლა რაც მაქვს უცებ ამით ავაწყოთ რაღაცეები, დაგჭირდება ლავაში 1 ცალის ნახევარი შეგვიძლია მივირთვათ და არა მთლიანი. მაქვს კიტრი პომიდორი, ასევე მაქვს თინუსი, ასევე მაქვს შემწვარე კვერცხი და ასევე ყველი. ეს ყველაფერი ერთად უნდა დავალაგოთ. ხო და გემრიელი კვება გამოგვივა. გითხარით შემწვარი კვერცხი? ხო. ნახოთ რა გამოვა, მგონი გემრიელი, ყველაფერი მიყვარს აქედან. ნუ კიტრს არ ვთვლი, მაგრამ რას ვიზამთ, ბოსტნეული აუცილებელია. ნუ მე ჭარხლის ფოთოლს და რაღაცას მოზიდავ, უნდა მოვწალო და მე საყინელში შევყარო, რომ ეს მარაგი მქონდეს. იმიტომ რომ მე ჭარხლის ფოთლებიც მიყვარს და ისპანახიც მიყვარს, ანუ ორივე ძალიან მიყვარს და წინ კარგი რაღაცები გველოდება კვებაში. ბედნიერი დღე. ეს კი ერთი ლავაშის ნახევარი, რომელიც შეგვიძლია მივირთვათ და როგორც მითხრეს, ეს არის 2 ნაჭერი, აი ჭავის ჩვეულებრივი ზომიერი ნაჭრები რომ არის, 2 ნაჭერი რომ გამოვთვალოთ, ასე ვთქვათ, ეგ რაოდენობა ის ლავაში, რასაც ახლა თქვენ ხედავთ. თუმცა შემიძლია მივირთვა, ამიტომ თავს რა თქმა უნდა ვაძლევ ამის სრულ უფლებას. როგორც ხედავთ, თუ ვერ ხედავთ კარგად, გეტყვით რომ ეს არის ყველი, რომელიც დაუშვენი. ეს ლავაში მოხობა კარგად, მაინც ვერ ვისწავლე ვერასდროს, არ ვიცი რატო. კიტრი, რომელიც უკვე ძალიან მძულს, პომიდორი, რომელიც ჯერ ასე ძალიან არ მძულს, ნუ მე ბოსტნეული არ მიყვარს და მოკლედ. ხო, მოვაყარე პომიდორი, ასევე როგორც გითხარით, არის ყველი. აქ რატო აპაუზა ვერ გეტყვით? ფიქრობდი, ვითომ რა დამეყარა. თუ რა ხდებოდა. ყველაზე გემრიელი ნაწილი, შემწვარი კვერცხი, 1 ცალი. არა და როგორ ძალიან ბევრ რამეთ ჩანს ხოლმე, ხო, რაღაცნაირად რომ შეხედავ ზემოდან. ასევე იწყება ტუნას მოყრა, როგორც ხედავთ, აგერ ტუნა ზეთში, ოღონდ დიდი რაოდენობით კი არა ზეთი, ანუ შემცირებთ და ისე ამოიღეთ. ნუ ამაზე კარგი რამე ბოლო პერიოდია, რაც ამ კვებაზე ვარ, არ მიჭამია ხო. გიჟდები ისე მოცოს, ერთი რაც ამოვაკლებდი, ეს არის კიტრი, იმიტომ რომ არ მიყვარს. დამირეკეს და როცა თან საუბრობ და თან მივირთვებს მაგალითად ტვინი ვერ აღიქვამს საერთოდ რა მოხდა და რა მივირთვი და საერთოდ რა ხდება. მაგრამ იმდენი რამე შიგნით და ისეთი გემრიელია, ანუ ხა ისეთი კაი რაღაცები ურევია, ვიცი რომ გემრიელი იქნება. ხო. გაგვიმარჯოს ჭამის მოყვარულ ხალხს.
თავარია რომ საათები დავიცვათ გოგოებო, ვისაც ეს უნივერსიტეტობა აქვს განსაკუთრებით მათ. ну, მუდმივად ამას ვერ გავაკეთებთ და მუდმივად ამ რეჟიმით ვერ ვიქნებით, ხან იმ დროს მოგიწევს ჭამა, ხან სადღაც იქნები, ხან გზაში იქნები, მაგრამ შევეცადოთ, რომ აი კვირაში რამდენიმე დღე მაინც ძალიან ზუსტად მივყვეთ და თუ სადღაც გამოვალ მდგომარეობა არ იქნება და სადღაც დადიოს არ ვიქნებით, თუ არ და არ ჩავაგდოთ ის კვება, რაც ახლა მომწერა, მე სუფთა ვანდამი ვარ ამ იმაში ზედაში მიშვებით. კაი. აკაფს არ მოჭრი. ესე იგი, ახლა მომწერა, რას ვამბობდი დედას მეგობარმა, რომელიც მიყვება დედასთან გაცნობის პერიოდს, ანუ ეს ქალბატონი არის კრებულის ავტორი და Facebook-იდან ვიცოდიო დედა თქვენიო და მეც საბერძნეთში ვცხოვრობდი და გადავწყვიტეო, რომ წიგნის პრეზენტაციაზე დამეპატიჟებინაო. ძალიან კეთილგანწყობილი ვიყავიო, ანუ საბერძნეთში ასე ყველა ქართველები მით უფრო ვინც რაღაცა წიგნთან ძალიან ახლო კონტაქტი აქვთ, უფრო ცნობენ ხოლმე ერთმანეთს, იმიტომ საღამოებზე ერთად დადიან და ასე შემდეგ. და დავპატიჟეო და დედა თქვენმა მომწერაო, რომ აი ძალიან მინდაო, მაგრამ დედა ერთხელ წაიქცა, მოკლედ ფეხი გაუსრიალდა საბერძნეთში და ფეხი მოიტეხა და ძალიან მძიმედ ქონდა ეგ ამბავი და ასე და ეს დამემართო მოკლედ ფეხი ვიტკინეო და ვერაფრითო, ძალიან ესე მიუხერხულაო, რომ ვერ მოვიდოდ ვალო და მეც რა უნდა მეთქვაო, ხო ადამიანი დაზარალებულია და კაი. ხო და დაიწყო მოკლედ პრეზენტაციაო და უცებ ხედავო შემოდის დედაშენი კასტილებითო და ისეთი ბედნიერი სახე ქონდაო და ისე გავიხარეო ამ ფაქტითო, რომ წარმოიდგინეთ ადამიანი მივიდა კასტილებით, არ არის ხო, ეხა მარტივი ამბავი ეს ახალი ფეხმოტეხილი და ასე შემდეგ და ისეთი ბედნიერი სახე ქონდაო, იმიტომ რომ მოახერხაო, მოსლო და მეც იმიტომ ქონდაო ბედნიერი სახეო, რომ იმ ადამიანმა ამ მდგომარეობაში შეძლო და მოვიდა ჩემამდეო და მოკლედ ამაზე საუბრობდი და ძალიან გავიხარე მოკლედ ამის თქმამდე და ეს ქალბატონი Herbalife-ში მუშაობს და წოლის კლებასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. მოდიო რომ გავარკვიოთ შენი რაცა კუნთის მასა ესა ის, მოკეთ ყველაფერი, რაც არჩევებს მომცემს. უბრალოდ ამ ეტაპზე ვერანაირად ვერ მიხერხდება მე მისვლა, ვერანაირად. ხო და რითი თქმა მინდა, რომ აი ეს პერიოდები ხო რაღაცა მეებზე ვარ ხოლმე რა, აი დედა ჩემი რომ მიდის, თვები მჭირდება, რომ შიგნიდან დავილაგო ეს ყველაფერი, რომ იყო და წასულია და აი ჩამოვა და მოკლედ და აი ხო არის და მივწერე კიდეც, რომ აი ვიღაცისთვის კუმირია ეს, ვიღაცისთვის არის ის, ვიღაცისთვის სესილია თაყაიშვილი თქო, მათ შორის ჩემთვის სესილია თაყაიშვილი. მოკლედ სესილია თაყაიშვილი არის ჩემი, რა ვიცი, კუმირი, ოღონდ არა რაღაცა ცხოვრებისეულად, არამედ როგორც თეატრი, კინო, სცენა და ზოგადად მისი ნიჭიერება. მაგრამ ამ კუთხით დედაზე სასწაული მე არ მეგულება ჩემთვის ვინმე დაიბადოს და მოდი რომ არ დაბადებულა ჩემთვის. აი თქვენ ხოლმე რომ ყველასათვის დედა აკუმირი თუ რაღაც არა ხალხო. რომ გადავხედავ ყველაფერს და გადმოხედავ. არ ვიცი, რამდენ ოსკარს იმსახურებს დედა ჩემი და რამდენი რამ შექმნა იმისათვის, რომ ჩვენ ასეთებად გავეზარდეთ, ჩვენთვის მოეცა ის, რაც მოგვცა, განათლება და კიდევ უამრავი რამ განათლების იქით რამდენი რამ არის და რამხელა რესურსი ჩადო, რაც კი გააჩნდა და შეეძლო. და ორი ქალია ცხოვრებაში ჩემი კუმირი, ერთი სესილია და მეორე დედა. ხო და ზაკო, ახლა წახვედი ვითომ არა, ანუ მენატრე და
ძალიან მიხარია, ასმაგად მიხარია, როცა ვინმე მწერს პირადში დედაზე, როცა ვინმე წერს ზოგადად პოსტს, როცა ვინმე მირეკავს, რომ იცი მე დედა თქვენ, აი გიჟდები ხა ხუჭკუიდან გადავდივარ, ისეთი ბედნიერი ვარ. ისეთი რომ ვერ აგიხსნით და თან ყველა სასწაულის ის არის რომ ამ ქალბატონმა არ იცოდა რომ ზაკო იყო დედაჩემი და თურმე წლებია დოდონას ძალიან აქტიური მაყურებელია, მაგრამ არ იცოდა რომ მისი შვილი ვიყავდა, რო გავიგეო ისეთი შოკი მიიღეო და ისე გამიხარდაო რომ აი ვერ აგიხსნითო და წარმოგიდგენთ ღამე რომ ამ სასწაულს იტყვის მოგწერთ ადამიანი, ძალიან დიდი მადლობა დედას შეფასებისათვის, დედას დაფასებისათვის და იმისათვის რომ ერთი გოგონას მიერ შექმნილი დოდონას ასეთი აქტიური მაყურებელი ხარ. იმ ქალბატონს ძალიან დიდი მადლობა. მასზე კიდევ სლად მერე ვისაუბრებ და თქვენ ყველას ძალიან დიდი მადლობა ასევე ვინც აქტიურად მიყურებთ და ისედაც ვინც მიყურებთ. როგორი ვანდამი ვარ. ნახოთ ერთი სამ თვეში ეს კადრი ცოტა თუ შევიწროდება. დილამშტობის მოგებო დილიდან ჩემი შვილი ველოდებით ვაგზალზე ორნაბიც რაღაცები გავიხოლო, რაც არ ვიცი თუ ექნებათ. დღეს არის ჩემი რეზიდენტობის კვების მეოთხე დღე და მინდა გითხრათ, რომ გუშინ უკვე თითქოს ნორმა იყო ის, რაც იყო და ისეთი კვება და ანუ ის რეჟიმი, არ მქონდა ესეთი მძაფრი შეგრძნებები, რაც მქონდა ორი დღე და დღეს ბევრად იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ გადასარევი კვება მქონდა სახაბოს და დღეს დილითაც ნახო და მოკლედ ეს რას მეყოფა, ახლა იქ რაღაცები იქნება კიდე რასაც მივირთმევთ ხოლმე და დარწმუნებული რომ რამე იქნება ისეთი, რასაც მივირთმევ ხო და ესეთი ამბავი კარგად ვხსოვ ძალიან თავს ჩემდა გასახარად ენერგიის მატებას ვხსოვ, ანუ ენერგია ხო საერთოდ არ გამაჩნდა რა ის ენერგია, ანუ დავათხრევდი ფეხებს მართლა და შოკირებული ვიყავი, ისეთი ენერგია მქონდა და ისეთი ენერგია მაქვს მომატებული შედარებით, რომ აი მართლა არ ვიცი, ენერგია მართლა ძალიან კარგად მაქვს და ორგანიზმი მეუბნება რომ მადლობა, რომ აი ამდენი რავის კვებისგან ცოტა დამასვენეო, იმიტომ რომ მართლა სასოწარკვეთამდე უკონტროლო კვებაში ვიყავი, თავისი ნამცხრობით და რა ცხოვრებაში არ მიჭამია გეუბნები და ახლა მივირთმევდი დიდი დოზიდან და განსაკუთრებით ნამცხრებს. ნამცხრებს ყოველთვის მივიჩინე, მჟავე მეჭამა ან რაღაც მსგავსი და ძალიან ვიყავი, ესე იგი დაუკრეფოში გადასული და რო გითხრათ რომ ტკბილის მოთხოვნილება მაქვს, არ მაქვს. ჯერჯერობით არ მაქვს, უთხრა იმდენი მივიღე უფრო გადავეხალავ. რაოდე დავეკოთ ზარი. დავეკოთ. წავექთ. Hello, ბაღიდან. ჩამოვედი. რა შევიდღალ ხოლმე, მე დედა რა დაბლამიდეს ტელეფონი. ჯერს ხო დაბალი ვარ და ტელეფონი მიდეს. ხვალ მიდივარ სოფელში საღამოს 7-ის მერე. ნუ 8-ზე სახლში ვიქნებით, თუ 7-ზე გავედით, რა თქმა უნდა. მაგრამ არა მგონია ამ საათ 7-ზე გავიდეთ, იმიტომ რომ სახლში 7 რო ხდება, მაშინ მივდივარ და სანამ მე გამოვიცვლი ჩავბარგდები, მოკლედ ხვალ მივდივარ სოფელში და კვირა დღეს წამოვალთ. მე და მარიკო მივდივართ და მამაჩემი, დღეს მამაჩემი და კობა წავლენ, მერე მამაჩემი წაგვიყვანს მე და მარიკოს და მე სავარაუდოდ ისე მამა წამოგვიყვანს კვირას მე და მარიკოს. ასე რომ ორი დღე ჟანგბად ჩავისუნთქავ და ვეცდები რომ ხმად ვისუნთქო, რაც შეიძლება მეტი ჟანგბადი. წავიდეთ ხვალ ერთად სოფელში. ახლა გამოვედი, უნდა გადავიდე მაღაზიაში კეფირი ვიყიდო, იმიტომ რომ ჩემო ბიძაშვილმა მომწერა რომ ხემსის დროს მხოლოდ ხილი არ შეიძლება, უნდა მივიღო ან
კეფირი, ძირითადად უფრო თხილეული, მაგრამ რადგან ახლა თხილეულს ვერ ვყიდულობთ, აუცილებლად დავიყიდო კეფირი. იმედი ღია იქნება მაღაზიები. ხო და ხელმისის დროს მოკლედ მივაყოლოთ ის ჩვენი კეფირი. აშლაკა მოვიყიდე და წავიდეთ ახლა მაღაზიაში. გამარჯობა გინეჩი. გამარჯობა. აბა თუ არის ეს ღია, ვნახოთ. ალბათ ღია, ხო ღია. სანტე. ხა მე მაინტერესებს აქ რომელია უმარილო. მას აქვს ცოტა მარილი. ეს მარილიანია. ეს ნახოთ აბა. მარილი, იმედი და რამდენი. კეფიში გადავიხადე 5 ლარი. საკმაოდ ძვირია, მოდი ვთქვათ. კალათაში ვიყიდე, ხა სხვა გაწასვლის რომ მართლა არ მქონდა. თორე სხვანაში შესაძლოა ცოტა დაბალი ფასიც ღირს სან მეფაზე კლავებიც, მაგრამ ახლა თავარია რომ ეს რეჟიმი და ყველაფერი შევივსო და მაგის აღარ არის ახლა. მინდოდა გამოცვლა, იმიტომ რომ სხვა უფრო დაბალფასიანი მეგონა ქონდათ. ხო და არაო თუმე ის უფრო მაღალი ყოფილა. არა კაცის სწორი ყოფა საერთოდ არ ჩდება ცოტა. მიშველეთ. ჩემთან ერთად ყავას ხომ არ მიირთმევდით. შემთხვევით. საღამო მშვიდობის მეგობრებო. თუ რა ვიცი, ღამე მშვიდობის აღარ ამარაოს. აი ძალიან გევედრებით რომ არ შეიმჩნიოთ, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ აი ეს აქვს რაღაცა უსლაბესი, აი ეს. ხო და იმ დღესვე ბოლო მოვუღე და გავანადგოთ. უბრალოდ აი ეს ისინი მომწონს, რა ქვია, ბრჭყვიალები და არ ვიცი რისთვის მინდა, მაგრამ აღარ მინიავებ. აი მე ღმერთო ისე მცხელა. როგორ ხარ ხალხო? ძალიან დამცხა. ცოტა ხნით შემოგირგინეთ. და შემოგიერთდება. 8-ზე ყვება მაქვს და მოვიმზადო ჩემთვის საკვები. ვიცი თინუსი იყველია, რაც მაქვს რა სახში რა, კვარცსაც შეწყავდა. ხალხო სასწორი მომიტანა ჩემმა ქმარმა. ანუ აი რო ვიძახი რომ ყველაფერი მე მემართება, იმიტომ კი არა რომ ვიგონებ. 100-ია. ვდგებით 90 ვარ. ვდგებით 550 ვარ. ვდგები 2 კილო ვარ. თუ მეტყვით რომ გავასწორო უკნიდან კგ-ზე გასწორებულია. ახლა მითხარით რა გავაკეთო? ეგეთი არაფერი გამიგეთ, ედას გეფცებთ. აი ანუ ამ სახლში ტექნიკა უბრალოდ არ მუშაობს. რაც ელემენტზია, რაც დენის წყაროსია, ჩვენთან არ მუშაობს. რა ვიცი რა ქვია. აბა მეტი რა დავარქვე, ხა მე მაინც ვერ გავიგე. არ ვიცი გოგო რაზე დავაყენო და რა ვუშველო. ძალიან გამწარებული არ და მინდოდა რომ ავწყნილიყავი, იმიტომ რომ გამეგო საწყისი წონა, ეხა მე-4 დღეა დღეს და რა თქმა უნდა, ეხა ოდნავ დაკლებული, ანუ ციფრები ყველა ვარიანტში რა ჭირს კაცმა ტელეფონს მექნება და თავისთავად ეს წყალი თუ რაც გინდა დავარქვათ, მექნება. ხო და ეხა ვერ გავიგებ ხო საიდან დავიწყე, მაგრამ ხო კაი 1 კილოია გარეშე 4 დღის მერე თუ 5 დღის მერე დაუშვათ გეუბნებით. ანუ ხო უნდა იცოდე საწყისი წონა, თორე ყოველდღიურ წონას არ ვაპირებ. უბრალოდ საწყისი წონა მინდა რომ ვიცოდე. რა თქმა უნდა, ციფრი იქნება შემზარავად დიდი, ბუნებრივია, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ურნიშნა, მაგრამ დროულად მივასწარი რომ არ გადასავნიშნა.
ხო, ნუ ჩემი სასწორი მინდა კაცო, მეზობლებში ხო არ ვივლი. ჯერც ახლა არ სასწორი ვარ, მაგრამ მაინც. ხო და ეს არის რა ქვია. რა გავაკეთო? ახლა ვფიქრობდი გამოვიწეროთ ხო. დღეს თუ მომიტანენ მეთქი და სადაც მივწერე ამ სასწორებზე ხვალზე ეგ მაზე ყო. არც ერთი არ მინდა გავუბრაზდი. ხო და ვიზე გავუბრაზდი, ოღონდ არ ვიცი, მაგრამ სასწორი მინდა. თან ძალიან მალე. ხო და ეს სასწორი რა ვიცი, მე ყველა მოიტანა ჩემ ახლა, იმიტომ რომ სხვადასხვებს უჩვენებს რა, ანუ განა არ მუშაობს, სხვადასხვას აჩვენებს და არ ვიცი, ხო კგზია ხალხო დაყენებული ზუსტად ვიცი. ხო და მივირთვი კეფილი, ჩემო ერთადერთო, მიდი დედი. ხო მოგეწონა? მიდი რა თუ გიყვარდა. საწრუპი გამოიღედე? მიდი დე. არ გინდა დე საწრუპი, მარიკო მირთმევს კეფირს ცხოვრებაში პირველად. ხო და სასარგებლოა გემრიელია და ხო, არ ვიცი, რატომღაც შევაბი ხო და მირთმევს კეფირს. ცუდი ნამდვილად არ არის. ცოტა ფასი აქვს არაადეკვატური თქო. ხო, ყავარი უშაქრო. როგორც ყოფის. გადავწყვიტე რომ უბრალოდ დავლიო, იმიტომ რომ ყავაა და ანუ როგორ მივუდგე ამ საქმეს. იცით რომ აი ყავა, თორე გემო არ გავიგო, აი ყავა მიყვარს ხვდებით? ვცდილობ რომ ხანდახან ის ჩემი დიაბეტური ტაბლეტი გამოვიყენო. ხან არც გამოვიყენო ხოლმე, რა ვიცი, ხან ისე ვარ, ხან ასე რომ ხასიათზე ვარ იმის მიხედვით რა. ახლა მაგალითად დამავიწყდა, რომ ახლა ჩამეგდო და ძალიან მეზარება რომ ავდგე, რაც იმას ნიშნავს, რომ მომიწევს მირთმევა ასე როგორც არის. დაგეწყოთ ხალხო შვებულებები. თუ ჯერ არა, გოინ ჯერ არა. ადრეა ჯერ. შვებულებებისთვის ადრეა ყოველ შემთხვევაში. ორი საწრუპით მინდა? რატო დედა ერთით ვერ წრუპავთ? აი მე ოღონდ დალია დედა ეკეფირი და რამდენი წიგნა ის გამოიყენე, როდის იყო ხა გიშლიდი. გამოიღე, მაგის მეტი რა გაქვს, მიდი. რაც არ გვიჭირს საწრუპებია. მიდი და კოზი ჩაგდე გასარეცხებში. დაიწუწა. გალოკე დედიკო ეკოზი, იმიანია, კეფირიანი. ნახე რა გემრიელია და. დღეს მივირთვი ერთი ვაშლატამა, მივირთვი ასევე კეფირი, ერთი ჭიქა და ასევე მივირთვი თხილი. რა თქმა უნდა, გირჩევთ რომ წონით იყიდოთ, მაგრამ ნუ ახლა ხო, სხვანაირი ვიყიდე და რა თქმა უნდა ფუძურები ყირს ეგენი, მაგრამ ნუ არა უშავს ახლა დიდი ამბავი. და ქილებში რო არა ეგ არა ხალხო, ქილებში რო ეგ არა. და სადმე თუ ნახავთ ხოლმე კეფირზე ფასდაკლებას, ძალიან გთხოვთ რომ ეგრევე შემომაფრინდეთ ხახაში და მომახსენეთ ეგ ამბავი, იმიტომ რომ ნუ აი რეალურად 5 ლარი ხო ყირს. მოგეწონა დე და რაგან რამდენი ჭიქა გამოდის გეხოცებით? არაფერი, ბევრი. შესაბამისად თუ სადმე ნახოთ ფასდაკლებები გამაგებინეთ ხოლმე გოგო. დედა პირის კლაპუნით რატომ მივირთმევთ? ისე არ გადადის ყელში. აი რატომ მივირთმევთ ასე? ჩემი კუდრაჭა ხარ, დედას ფერია, დედასავით ლამაზი. ხო და ესე იგი გოგოებო არაქისის კარაქზე ვნახე და ზოგადად ეგეც რაღაცებზე. აქვე ფოტოებს ამოგიფრიალებთ. არის ფასდაკლებები და შეგიძლიათ შეიძინოთ. ანუ რომ მეუბნებით ხოლმე გოგოებო, რომ უიმე ეს ძალიან კალორიულია, ეს კალორიულია, რა თქმა უნდა, ვიცი ჩემო კარგებო, უბრალოდ ჩვენ, ვისაც ინსულინრეზისტენტობა გვაქვს, აუცილებლად უნდა მივიღოთ ცხიმი უნდა მივიღოთ. შესაბამისად, ეს ვთქვათ, რომ აი კალორიულ დეფიციტის ამბავი იყოს, ან უბრალოდ დიეტაზე ხარ და ეს ისეთი კალორიულია, ამის ის არ მაქვს მე. ანუ ამ ამბავს არ მიუყვები, ანუ ხო ხვდებით?
კალორიულ დეფიციტზე მითხარით, რომ იქნები საუბრო, მაგრამ ამას უნდა რომ აი დაჯდე სრული ნორმალური გონებით მოიკრიბო გონება და ისაუბრო და ახლა ცოტა გაქცეული მაქვს ეგ ამბავი, აქეთ-იქით გარბის და გამირბის და აი მე რამდენი მაქვს ნალაპარაკები არ და კალორიულ დეფიციტზე როცა ვიყავი წინა ვიდეოები, ძველი უბრალოდ. ხო და აუცილებლად გესაუბრებით, უბრალოდ ახლა ჩემი ის არა მაქვს, რა ქვია, ჩემი თავის იმედი არ მაქვს მაგ ამბავში, ისე ვარ გათიშული. თუმცა ძალიან ბევრი ინფორმაცია დევს გოგოებო ზოგადად კალორიულ დეფიციტზე, იმიტომ რომ კალორიულ დეფიციტი არის ერთ-ერთი საუკეთესო საკლებისთვის და ძალიან კარგი. მაგრამ ჩემს შემთხვევაში რა თქმა უნდა კალორიულ დეფიციტი ახლა არ არის მიზანშეწონილი, თუმცა მიზანშეწონილი იქნება, როდესაც ჩადგება ორგანიზმი ნორმაში, ეს პრობლემა არის მოგვარებადი, რაც მე მაქვს კვებით და თუ ოდნავ მაღალია კიდევ მედიკამენტი უნდა მიაშვილო, ანუ უფრო მეტად დაბალი, ანუ ხო ხვდებით გააჩნია ზღვარს მაღალ ზღვარს დაბლა და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ის, რომ წამალი ვერაფრით ამავოს ვერ მოგვარებს, აი ხო რაღაცას დალევ და წამლით გვარდება. ამავოს შენ ვერ მოგვარებ წამლით, ეს არის კვებით მოსაგვარებელი ამბავი. და მადლობა ღმერთს, რომ მე თვითონაც არ ვიცი ძალა საიდან მოვიკრიბე. ჯერ ცოტა ოდნავ დაბნეული ვარ, აი რაღაცა ბუჭკოები და რაღაცა ცილები და რაღაცა. აი თითქოს უკვე რომ იცი, მაგრამ თან ცოტა დაბნეული ვარ. იმიტომ რომ სახლში რო არ ვარ რაღაცნაირად სულ გზაში გავრბი ვარ და სულ ვფიქრობ, აი ახლა რა უნდა მივირთო ახლა და ცოტა ეს არის რა, ეგ ამბავი. თუმცა მნიშვნელოვანი რაც არის, იმ ყველაფერს მაინც ვიღებ, რა თქმა უნდა. ხო და ეს არაქისის ამბები, კარაქი და რაღაცები არის ამისთვის ძალიან კარგი. შეგვიძლია ხელზე მოვისხათ, დავიდოთ, რავი როგორც კიდათ. ან რა ვიცი, თუ გნებავთ სხვა რამესთან ერთად. ზემოდან ყვახის გული მოვაყაროთ. ხო და მოკლედ კარგად ვიქეიფოთ. ძალიან კარგი წყაროა ეს და შესაბამისად რომ ვეძებდი საიტზე, ამომიგდო რომ კარგი ფაზა კლება აქვს და უნდა შევუკვეთო აუცილებლად. უბრალოდ ახლა ვფიქრობ, რომ ხვალისთვის შევუკვეთო, ან დღეს რა ორშაბათისთვის რომ მომიტანო ნეგრე მინდა, ხა არ მინდა ხვალ არ მცალია და ვერ დავხვდები და თან რაღაც ამხელა ქილარი 10 ლარად და 2 წელს ვიყიდი განარავი რამდენი უნდა მივირთო გიხოცები რომ ერთი თვე არ მეყოს მედი და დარვარე ხმა ისეთ უპარული მაგეების. თუმცა ამასობაში მწარე ყავა მე სიამოვნა, რიგით პირველი ჭიქაა ჩემთვის. გადავწყვიტე რომ როდესაც ვიმუშავებ გოგოებო იმ დღეებში, ხო, იმ პერიოდებში ყავა მაქსიმალურად შევამცირო და ისედაც უკვე ძალიან კარგად ვუძღვები ამ ამბავს ყავასთან დაკავშირებით და ახლა მაგალითად სოფელშიო წავალ, ახლა ერთხელ ერთი სამჯერ მაინც მომიწევს დალევა, მაგრამ აი ზოგადად ესეთ დღეებში გამოვხშირავ ხოლმე, რომ ნაკლები კოფეინი მივიღო, რაც ნუ კოფეინი მაინც და მაინც თქვენ კარგად იცით, რომ ბევრი რამისათვის არ არის კარგი და შესაბამისად ახლა მით უფრო ორგანიზმურ დაალაგებებისკენ მიდის, არ მინდა რომ კიდე 5 ჭიქაზე ავიდე. ასე რომ თქვენი დოდონა ცოტა გამოკეთების გზაზე დგას მე მგონი და ხო, რა ვიცი, რიგით მე-4 დღე ჩავასრულე და ჩავხურე ფაქტობრივად რაღა დარჩა. დღეს ახლა 8 საათზე 25 წუთი დამჭა, 25 წუთში მივასიკუდილებ ამ მე-4 დღის ჩახურვას და ხვალ იქნება მე-5 დღე. ახლა მეტად რატო ვითვლი ამ დღეებს, იმიტომ რომ ეხლა ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი ტვინი ვამუშაო, რომ აი ამდენი დღეა, ამდენი დღე ყოჩაღ ამეხო, აი ეს სტიმული საკუთარ თავს ვაძლევ, მაგრამ მე როცა დიდი დრო გავა, ხა 100 აღარ ვითვლი ხოლმე გიჟივით, უბრალოდ ვიცი რომ გადა 1 თვე, 2 თვე ესე რა. ხო და ესეთი ამბები გოგოებს, ხო ესეთი არაფერი ხდება, სოფელში რაღაცები შევცვალეთ და მე
უკეთესი ვლოგები გექნებათ, უკეთესი გარემოა, ანუ შიდა გარემოს ვიძახი, თორე ეს უტიარი წალკოტი. ისედაც ისეთი მცენარეები აქვს ჩემს დედამთილს, რაღაცები შევცვალეთ, რაღაცები მივამატეთ, ნელ-ნელა ყველაფერი კეთდება. რაც გასაკეთებელია, ხო იცით, სახლს სულ რაღაც ჭირდება, სულ კეთება ჭირდება, სულ ყიდვა ჭირდება, გავგიჟდი, ხალხო. 4 წელია აქ ვცხოვრობთ, აი აქ, სადაც ახლა ვართ, ამ წამს საიდანაც ვიღებ ვიდეოს. თქვენ თვალწინ გარემონტდა ყველაფერი, თქვენ თვალწინ გაკეთდა ყველაფერი, აბეჯი თქვენ თვალწინ შემოვიდა და გათვალიერებინებდით და ანუ თქვენ აყოფის მომწრეები ხართ და ანუ ყველა დეტალს უყურებდით და გაყურებინებდით და აი დედას გეფიცებით, კიდე თავიდან როა გასაკეთებელი ლამის. სულ უნდა სახლს ხო ხვდებით მაგის თქმა მინდა კეთება, რაც ეგ მაგ დედას კავები უნდა გამოვცვალო. ოღონდ ასეთი მინდა გოგოებო, უბრალოდ ეს არ მინდა და ხო რაღაცა ვერ ჩამოვყალიბდი, არ ვიცი მაგამ ბავში ჯერჯერობით რა და როგორ, მაგრამ ანუ იმას ვამბობ, რომ რაღაცა ფეხი მოირყა რაღაცა რა ვიცი. არა ფეხი გამოიცვალა რა პრობლემა და იდეაში რატო აღარ მომწონს არ ვიცი მშვენიერია თან მომწონს და თან რაღაცა მომბეზდა თუ რა ვერ გავიგე რა არა და იმდენი რამე მაგ გამოსაცვლელი ახლა გაზი საყიდელი მაქვს ის ეს რა დროს ეგ არის მაგრამ მე არ ვიცი ხო რაღაცა ხან მომწონს ხან აღარ მომწონს ხან რაღაცა ის არ მომწონს ხან აღარ მომწონს ხან დივანი მაქვს საყიდელი ხო გაზზე მეტად დივანი უფრო ის არის მოკლედ რა სულ არ დაილია არ დამელია საყიდლების სია. ხალხო გადავირი, არ დამელია. ესეა. წავედი ხალხო, დიდი მადლობა რომ მიყურეთ. ძალიან დიდი მადლობა რომ სტიმულს მაძლევთ. და ხვალ თუ არა ეგ მაინც იქნება ვლოგი. ხვალ ალბათ ვერ იქნება, იმიტომ რომ აქედან მოვარდები სახლში და ეგრევე მივდივართ სოფერში და ფიზიკოდ ხვალ ვერ იქნება, მაგრამ ეს აუცილებლად გნახავთ. დროებით. ნახავთ უფრო სწორად, თორე მესად გნახულობთ. გარდა კომენტარები.